მე ყველას ვეუბნები, რომ ვისაც პანიკური შეტევები აწუხებს, ვისაც ეს პრობლემებია, ყველას ვეუბნები, რომ გამოკვლევა უნდა დაიწყო კუჭნაწლავიდან. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. იმიტომ რომ კუჭნაწლავი არის ყველაზე მნიშვნელოვანი გამტარი ამ ჩვენი ნერვული სისტემის. და ამიტომ ყველას ვეუბნები, რომ როდესაც თქვენ გაწუხებთ პანიკური შეტევები და შფოთვა, პირველი რაც უნდა გამოიკვლიოთ კუჭნაწლავია, შემდეგ უნდა ჩაიტაროთ ანალიზები, გამოიკვლიოთ ბეჭდვი როგორ გაქვთ სისხლში, D ვიტამინი როგორ გაქვთ, იმიტომ რომ დაბალი D ვიტამინი იწვევს დეპრესიას, აუცილებლად იწვევს დეპრესიას და ასე შემდეგ. და იწვევს დეპრესიას და შესაბამისად მინდა იცოდეთ, რომ აი ეს რაღაცა სპეციალური კვლევები არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ მე პროცესი სწორად მართოთ. რა შფოთვა ხო იცით როგორი რაღაცაა, შფოთვა რაღაცა მუდმივად არსად არ მიდის და თანამდებობ პროცესებს თან ახლავს ხოლმე და შეიძლება რომ ცხოვრებაში ამოგიგდოს, მაგრამ აი ეს მძაფრი პანიკური შეტევები ჩემს ცხოვრებაში კი ნამდვილად წარსულია. მკურნალობას და კვლევებს გირჩევთ ნებისმიერ კარგ ჯერსაც დავიწყოთ იქად რომ მოდი დაიწყოთ კარგი ფსიქიატრით. მე მაინც ყველას ურჩევ, მე ძალიან დიდი მადლობა საჩუქრისთვის ძალიან. მე ყველას ურჩევ ჩემს ფსიქიატრს გიორგი ჭეიშვილს. შესაბამისად აი ეს გიორგი ჭეიშვილი წესი დაგაყვალიანებ და გეტყვით იმას, რომ ძალიან მნიშვნელოვანია მაგ დროს რომ ჩაიტაროთ სწორი გამოკვლევები. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ სწორი ექიმის შემთხვევაში შეიძლება ხა კვლევას ყველგან ჩაგიტარებენ, ანუ D ვიტამინს ყველგან აგიღებენ და ბეჭდვსაც ყველგან აგიღებენ. ეგ არ მგონია რომ დიდი პრობლემა იყოს.